წავედით ქედზე, ფოსად მოვედით ქედზე. შინად მტკივა კუჭი, არ ვიცი რა დამემართა. მაგრამ აი მაინც ავათრიე ფეხები. სხვა გზა. აი მე ცოტა მივიხრუკე. თქვენ რა შეგვიძლია გოგოებო. როგორ მოგეწონათ ვლოგი? წინა დღეს დადებული. თან მომეწონა. ძალიან. აი მე. წავიდეთ. და ვუყუროთ ცას. გზები მაინც გამინათე. თვარეო. ამარიდე კაცის ბოროტვას. რა კარგი ის არის. ცა. რაღაცნაირი. საყვარელი. ესენი საიდან იპარებიან, ხო ვერ მეტყვი. ეს ორივე დაგეძაime დედაინა დამება. დაგეზარათ იმის აღება, ჯაგი თუ რა ქვია რაღაცა. ხო და თქვენ რა გონიათ მე ვერ გადმოვალ თუ რა ხდება? მიშველეთ. მაგრამ მგონი ამაზე ბევრი ვქვი. არა უშავს ეგ იმას იზავს მე. აი ეს კაია ეს კატა. всё. ერთმანეთს უნდა გადააკრა და კარგად უნდა მიაჭირო ხელი. ხალხო, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ისე მომეწონა და როგორ ეთყობა, რომ ნამდვილი სოფლის ხაჭუა და რა აქ ნაყიდი რაღაცა წყალგარეული. რა უნდა დაძრა? აქ ფუჩინაში ვუტანეთ. ისეც ხელოდა ხალხო, აი ესეც ვერ გვაგრილებდა და აღმოჩნდა, რომ მამაჩემი დამადგა ხალხო უთენია. აკი ნამდვილი აი ესეთი სუფრა გაიშალა, რომ გინდა რომ დაჯდე და მოილხინო. ეს ჩემი გაკეთებული, ამ ვით შეხედეთ, ეს ჩემი გაკეთებული. ბადრჯის დანახვა არ მინდა, ხო ეს სულიოდია, სხვა რამე არ გეგონოთ, ხელი გადავიხერხე, ქათამს მივაყოლე. ჰაი, მოგესალმება თქვენი მზისხივი და როგორც უკვე მიხვდით, ჩემი კეთლებიდან მე ვარ სახლში, ანუ თბილისში დავბრუნდი. სულ ახალხანს მოვედით და რადგან ყავა დავდგი, რა თქმა უნდა ყავასთან თქვენთან ლაპარაკი არის 2-4 რომ აუცილებელი ამბავია. როგორ ხართ ჩემო გოგოებო, რა შვებით, ხო ხართ კარგად, ყველანი ალბათ უმრავლესობა დასასვენებლად ხართ. თუმცა არა, უმრავლესობა ემიგრაციიდან მიყურებს, მაგრამ აქაც ხო მიყურებენ, აგაც ზოგი დასასვენებლად არის, ზოგი ისე სამსახურშია, ერთი მე ვარ პირწმინდად უსაქმური უკვე დიდი ხანია. როგორ ხართ, რა შვებით? სოფლიდან ყოველდღიური ვლოგები არ იყო, იმიტომ რომ მინიმუმ 8 საათი, მაქსიმუმ ბოდიში 8 საათი ჭირდებოდა აწურთვას ვიდეოს და უბრალოდ მაგის ნერვი ფიზიკურად აღარ მეყო. არც ემოციურად და საერთოდ ანუ მზაობა არ მქონდა იმის რომ 8 საათი ამ ყველაფერს დათმობოდა. ხან 6 საათში სიტვირთებოდა, მაგრამ ნუ აი მოკლედ და ამიტომ ყოველდღე ვერ. თუ 3 საათში აიტვირთებოდა, ეს იყო ნამდვილი ღვთისწყალობა და ჯეკპოტი, მაგრამ ეს იყო იშვიათობა. ამიტომ ყოველდღე ვერ მოვდიოდი, ასე ვთქვათ, თქვენამდე. ეს გაჭრის და გადაჩეხვის ამბები უკვე გახმოვანების დროს გითხარით, ამიტომ ახლა ამაზე აღარ ვილაპარაკებ. და ნახოთ ერთი სულ გადატკბილებული ყავა გამომდის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხა ტკბილი არ არის. ძალიან კარგი.
თქვენ ხომ იცით მე ყავას და მიყვარს ფიქრი. თოთონა სიტყვები. პორტრეტის რეჟიმით ვიღებ რა ძალიან მომწონს სიმართლე გითხრათ. ვაიმე. უნდა მოგიყვეთ ხალხო რა დამემართა სოფელში. და რამ ხელ ამბავი გადავიტანეთ მთელმა ოჯახმა ჩემს გამო. მთელი ღამე გქონდა უფასო კონცერტი ჩემს გამო. არ ვიცი რა მომწამლა. ყველამ ყველაფერი მივირთვით და მეც ანუ ყველამ რაც მივირთვა ის მივირთვი. ბოლოს მივირთვი არც მინდა ვახსენო სიმართლე გითხრათ ხსენებაზეც ცუდად ხვდები და დღეს რუსულ ფრაზე დავინახე უარისაც ცუდად გავხვდი მეთქი ვაშორეთ აქედან კაცით. მივირთვი შევწავე ბადრიჯანი ბულგარულში ხავში და პომიდორში. არა, პომიდორი არ იყო, ბულგარული და ხავში. და ძალიან მიყვარს ხოთი შორის. ჩემი გაკეთებული იყო გადასარევად გიახელით და არა მარტო მე. მივირთვი და წავედით ქედზე. და გზაში ძალიან მალევე უკვე თავი ვიგრძენი ცოტა ცუდად. ანუ აიცით როგორ ვიგრძენი, აი მძიმედ რო ხარ და ჯერ ისედაც კალორიულ დეფიციტი დარღვეული მქონდა იქ სოფელში და ისედაც ცოტა მძიმედ ვიყავი იქ რო საჭველებს მივირთმევდი და კალორიულზე არ ვიყავი, მაგრამ სხვანაირად ცუდად გრძნობდი თავს, აი თითქოს პირღებინება რომ უნდა დაგეწყოს ეგრე ვიყავი და მაქსიმუმ 20-25 წუთი ვიყავით და მეთქი ანა თავს ცუდად გრძნობ და წავიდეთ თქო და ვატყობდი რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ანუ სუნთქვა აღარ შემეძლო იმდენად ცუდად ვიყავი. მივედით და რას მიხვალ. ხალხო. ნუ აი დედას გეფიცებით, რამდენჯერ ჩემ ცხოვრების მანძილზე ხო 5 წლის ხო არ ვარ, ხო მქონი ან მოუწყამლულო არა, რაღაცა ტოქსიკოზი მქონი, ანუ აი ეგეთი არაფერი არასდროს არ მქონია. საღამოს 8-დან თუ რაღაც ეგრე რო დამეწყო უკაცრავად პირღებინება. ალბათ 4:30-დან 4-მდე აი მაგ შუალედში დავასრულე. მაგ დრომდე დაახლოებით რავი ალბათ მე რას დავთვალე 6-7 ჯერ მქონდა, ნუ ეგეთი არაფერი გენახოთ. რო უკვე იგუდები, აი ეგ. მეგონა რომ ვიგუდებოდი და მიშველეთ თქვი, მართლა მეგონა რომ ვიგუდებოდი. რო აღარა და აღარ გამიჩერდა ეს გულისრევა, დედამისმა გამოვიძახოთ სასწრაფო და გადაირია ქალი, იმიტომ რომ ფეხზე ვერ ვდგები. ყველა გულისრევის შემდეგ, ნუ ფეხზე ვეღარ ვდგები. ბატონო. იცი რა. რა დედა? ვეტყვიდე. დედამთეს უჭირავს ხან აქედან, ხან ანა მიჭერს აქედან და ანუ მიმათრევენ, მომათრევენ. მე კათრიშვილი ვარ ფაქტობრივად, გონზე აღარ ვარ. ისეთი ძალა გამოცვლილი ვიყავი, რომ ერთხანს ვიფიქრე, რომ ოდნავ მომეხსნა და იქნებ ჩაგეწინოს, იქნებ და რომ მივხვდი, რომ სუნთქვა უკვე შემეძლო შედარებით. წამოვწექი და ალბათ 5 წუთი ჩამეძინა, აი არ ვიცი. და ისევ დამეწყო, ანუ აი ღამე მქონდა, აი მართლა ეხლა რომ ვფიქრობ, მტერს არ უსურვებ რომ ამბობენ დაახლოებით გადავიდიეთ კაცო ყველა მიგივე ვჭამეთ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ უბრალოდ ორგანიზმმა ვერ აიტანა ამდენი ცხიმიანი, იმიტომ რომ მე არ მივირთმენ ასეთ ცხიმიანებს. და საერთოდ ზოგადად ცხიმი მაქვს ამოღებული, შესაბამისად ვეღარ აიტანა ორგანიზმმა ამდენი, ანუ სერიოზული უკუჩვენება მოიცა. და რაც ძალიან ჩვეულებრივია და ლოგიკური ამბავია, ხა გადაჩვეულია ხო ორგანიზმი. მაგრამ ნუ არ ვიცი. ასეთი რამ ამიტომაც არის ხო ვლოგი იმ დღეს ვერ დავდე, ანუ გუშინ ვერ დავდე ვლოგი, ამის თავი კი არა ხალხო. მომაკვდავი ვიყავი ფაქტობრივად შემიძლია გითხრათ. არ ვიცი, დედას გეფიცებით
არ გამოვაძახებინე სასწრაფო, იმიტომ რომ ხა იგი ხოწებით მცხეთაში უნდა გადავიყვანე, იქ უნდა ედევნათ, ანუ მოკლედ ბევრი ამბებია და აი მაგის თავი ნამდვილად არ მქონდა და ვენახე ნებისმიერ სასწრაფოს ექიმს. ულაპარაკოდ გადავიყვანდნენ, იმიტომ რომ ფეხებში ძალა არ მქონდა, გაძლიერებული თაფროსხოვა მქონდა, ვენებას ლაპარაკი არც არის ისეთი ტოქსიკური ღებნა მქონდა. აი თითქოს რა ვიცი რომ ამულშადრევანი და არ არსებობს ვინ დამტყუებდა გიხოწებით სახლში და ჩავაკოდებოდე ვინმე წამიყვანე ყველა ვარიანტში და თან მე ხო ვერ ვიტან სასწრაფოს იმაში ხო ესე ფანჯრებდი და თარიღება უკანა ვერაფერს ვერ ხედავ თითქმის და ზუსტად ვიცი მე ხო მგზავრობაზე ვერ ვიტან და ზუსტად ვიცი ორი იმდენი ზუსტად გახდომა მელოდებოდა და მეთქი გზაში არ მოვუკვდე და მეთქი არ მეიდა მერე როგორც იქნა ვაი ჩაძინებას ჩამეძინა ხო და დილითაც თაბროსხოვით გავიღვიძე სუსტად ვიყავი ძალიან და დაახლოებით რა გიხსნათ სადღაც საღამოს 7-ისკენ ცოტა უკეთ ვიგრძენი თავი ძალიან მძიმე აღარ ერქვა მაგას უმძიმესი და დღესდღეობის გონზე მოვიდი და აგერ გადავიჩეხე კიდე ხელი ქათავს ჭკდიდი და შეეწირა ქათმის ჩახუხბილს შემიწვიდი ხო მეტლახის დაგება დღეს დასრულდება ну ხალმერე პლინტუსები ამოვსებები ეგ სხვა რამეა მაგრამ თვითონ დაგება დღეს დასრულდება იმაზე ბევრად მეტი წებოცემეტი და ყველაფერი სჭირდება ვიდრე გათვლილი იყო წებოცემეტი არა მეორე რა ქვია რაღაც ანუ რასტორს რო ასხავენ რა ქვია ქართულად არ ვიცი სტიაშკა თუ რა ვიცი მოკლედ ის წავიდა ძალიან ბევრი იმიტომ რომ ცოტა ოღრო იყო ამიტომ თანასწორებდნენ და თან აკეთებდნენ ამიტომ რაღაცა ნაწილი გაჩვენეთ მხოლოდ და დღეს უკვე სრულად დაიგება და მე აქვთ და შესაბამისად ვერ ვნახავ მაგრამ როცა წავალ ავეჯს წავიღებთ ალბათ მაშინ გაჩვენებთ ბატონო შუკუტულს ხო და მოკლედ ფაქტობრივად ფინალში გავედით ესე რომ ვთქვათ საბზაროლოსთან დაკავშირებით ხო შესაღებია კედლები მაგას სანამ წამოჩემ ქმარი იქამდე ურსაათში შეღებავს არაფერი განსაკუთრებული მაგამპოს არ უნდა რო ჩამოვა მაგ დედას კაბი უნდა ვიყიდოთ საბზაროლო უნდა ვიყიდოთ გაზიც არ ვიცი მაგრამ გამწოვი უჭველი უნდა ვიყიდოთ და ალბათ გაზიც მოგვივა არ ვიცი როგორ იქნება ეგ ამბავი გაჩნია რას ავარჩევთ როგორ ავარჩევთ რამდენ ლარიას ავარჩევთ და საერთოდ როგორ იმებს ავარჩევთ ჯერ არაფერი არ ვიცით მაგრამ უკეთ ეგ ყველაფერი არის საყიდელი და წასაღები ხო და ესეთი ამბები ძალიან ვარ სიმართლეთა დაღლილი ანუ ზაფხული და რემონტი ყოფილა კატასტროფა აი ყოფილა დაახლოებით აი და დღეს რო შემოიდებ ან ძართული მაგრამ ანუ კარგი საქმე კეთდება ხო ხვდებით და კარგი საქმე რო კეთდება თავს კარგად უგრძნობა ამ ხრივ თორე ისე ძალიან დავყალა მაგამბავმა ძალიან დამღლელი ყოფილა ზაფხულში დიდი მადლობა ვინც წერდით კომენტარებს ვინც მიყურებდით ყველას უღრმესი მადლობა გოგოებო როგორ გაშავებული ჩამოვედით ნახე უფრო ხელები იმიტომ რომ თან ახლა გაზი გამოვაგდეთ გარეთ სამზარეულოს წინ და ღანზე ხანჩრდილი ყველაფერი ზედ მანათებდა მოკლედ და ცოტა მიგიხრუკე დილიდან ქათამიც ხო შევწვი ჩახოხბილიც ხო ჩავიხოხბე ბარემ ჩახოხბილიც ხო გავაკეთე ბადრიჯის დანახვა არ მინდა მაგრამ ნუ კაი ეგეც იყო გაკეთებული კიდე რა მერე ჯმაკარმა ის მოიტანა ლუდის თევზი მე ვგიჟდები აი ვაფრენ ისე მიყვარს უბრალოდ მოვდიოდი და მე ხო ისედაც მგზავრობის პრობლემა მაქვს და მეთქი ხა თევზი შენი ჭირი მე უარესად ცუდად არ გავხდე და ამიტომ აღარ მივირთვი არა და აი მე როგორ მიყვარს სიმართლეთა სულზე ცოტა ცუდად გავხდი ეთყობა ჯერ ისევ აი ეს
ფაქტორად მოწამვლა მაქვს ალბათ ჯერ ისევ ორგანიზმში და მე გუშინ გავაკეთეთ ხაჭოს ხინკალი დედამთიმა ცომი მოზილა ანამ ცოტა გააბრტყელა მე ცოტა შევახვი აი ცოტა უკეთრო ვიგრძენი თავი ეს პერიოდია საღამოს პერიოდი იყო უკვე ანუ გეჭმევა ხაჭოს მეტი ცხიმიანი არ დამანახო ცუდად თავარ ანუ ცხიმზე მაგრამ ცუდად ვიყავი და უი ხაჭოს ხინკალიო თანო იმას ვიზაო და ცოტა მივირჩი იმიტომ რომ ძალიან ისე ვიყავი ყველაფერი მეზიზღებოდა სიმართლე გითხრათ ჯერ ისევ ხო და ცოტა მე შევახვე იმიტომ რომ ძლივს აულასლასდი ანუ თქმა არ შემეძლო ვიჯექი და ისე ვაკეთებდი და ანამ გადამიღეო ერთი და დედა ჩემს გაუგზავნეო რა გოგოვა რომ იმას ვაფრთხელებ ცომსო ანუ გონზე არ არის აი ცომი გააფრთხელე და მოზილე თუ რაღაცა ნუ არ არის რა მაგის საქმე თითად არ უყვარს ეს სამზარულო საბები და დამავიწყდა დედამისისთვის ჩამეგდო ანუ ჩემი მულისთვის ეს კადრები და ჩამოგდო ხო და მაგრამ მითხარი კარგი არა უშავს როგორი ცომი იყო იცი რბილი არა იყო მაგარი ცომი ეხლა ხაჭოს იდეაში არც ძალიან მაგარი ცომიც რბილი ცომიც წავა და დედამთიმა მითხრა რომ მეგონა ხოლმე რატომღაც ადრე რომ ძალიან რბილი ცომი შეიძლება გაუვიდეს წვენი თუ რაღაცა დედამთილმა არაო ქვილი თუ არის კარგი ხარისხის ხო თუ შეკრული აქვს პირი კარგად რა თქმა უნდა არ არსებობს უგონც არ დაიშლებავ და სულ ეს მქონდა ხოლმე რომ აი მეგონა რომ უი თუ კარგად არ მოუჭირე და მე ისე არ ჩახარშე თუ რაღაცები მეგონა რეალურად ქვილი თუ არის კარგიო მაინც არ ჩაიშლებავ თავრე პირი ქონდა შეკრულიო და მე ზოგადად მყარი ცომი მიყვარს ხო იცი თქვენ შესაძლოა ძალიან მყარი არა მაგრამ იმაზე მეტად მყარი ვიდრე თქვა დედამთილის მოზელილი იყო რა თუმცა არც ერთი ხინკალი არ ჩაგვშლია საერთოდ მათ შორის არ ძალას გაკეთებული დამავიწყდა მე თქვა არ არის ანა შენი ჩაშლილი ხო და ვერ გავერთეთ სოფელში სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ როცა ქედზე ვიყავით ხო ხა დიდად ქედით თვითი უნდა გაერთო ხა ხედი მეტი თვითი უნდა გაერთო ხო და ვიფიქრეთ ქსანზე წავსულიყავით ქსანი არის ჩვენი სოფლის დაბლა მოკლედ გზის პირას დაბლა მანქანით უნდა წავიყვანეთ კოპას მაგრამ გეგმები ჩაიშალა ჩემს გამო ბატონო რადგან შადრევანი გახდით და არავის ახარ ეცალა იქ არც ქსნისთვის არაფრისთვის თან აი შევჭამით რომ ძალიან მალე დამეწყო მოკლედ რა ხო და იმას ვყვებოდი ხაჭოს ხინკალი მე ქვაბი იდგა სანამ გავრეცხავდით ანუ რომ ამოვწურეთ მოკლედ და მე მარიკოს ვწოვდი კარტოფილს და აი ეს სუნი რომ ეცა მაგინის რა ქვია რომ მოიხარშა და ის წვენი და ვაიმე ისე ცუდად გავხდი კედეც რა მე ვთხარი მომაშორეთ აქეთ რა სუნი დგას რა დგას სუნი დგას სუნს ვერ გრძნობ მეთქი რაღაცა ძალიან ყარს თქო ტყობა გაღიზიანებული მაგ ცოტა ეს ორგანიზმი რაღაცა მეებით და მე წყალი მოვიტან თუ საყინულეში მაგ და გამეყინება ერთ წუთი გოგოებო ხო და ესეთი ამბები აი მე მაცივრის წყლის გარეშე მე მგონი ვერც ერთი წუთი ვეღარ ვიცოცხლებ ზამთრამდე ეგეთი ეჭვი მაქვს ეხლა ვენტილატორი მიბერავს დღეს ვერ გეტყვით რომ ძალიან აი ამოწყვეტამდე ცუდად თუ არის ეს ცხელა არ წასვლამდე უფრო ვიყავი ესე და დღეს ოდნა მაგრა ცხელა გარეთ ხალხო მაგრამ ეხლა აქ ცოტა ის ქენი ყველაფერი გავაღე ერთად ამ ვენტილატორი და ნუ ცოტა არა გვიშავს ანას მოწოს ძალიან ეს ჭიქა და იქნება ვუყიდო გავიარო ერთი აბა იქნება ვიყიდო ესეთი ან ამდაგვარი რა რამე ესეთი მინის რომ ვუყიდო თქო თორ მოეწონა ძალიან და მინდა რომ ვაჩუქო
ძირთად დაკარგული ვიყავი TikTok-იდანაც, Facebook ყველაფრიდან რა მაინც და მაინც ვერაფერს ვერ ვიღებდი, იმიტომ თავზე გვიყარა საქმე, ხარ ის მე TikTok-ები და გეხოცებით, მაგრამ როცა საქმეა და იმ რაღაცა ხას მიყვები, ეგრე ბუდიში და ფეხებზე რო ვერ დაიკიდებ, მაგას არ უნდა თქმა. ამიტომ ყველგან ვცდილობდი, რომ თუ დავდებდი, აი მაგალითად 2 დღეში ერთხელ ყველა პლატფორმაზე დამედო თავისი ის რაც უნდა დამედო რა. და ესეც ვაბავდი ხოლმე ვიდეოებს თუ მოვახერხებდი ის და ეხლა თუ როცა წავალ აუცილებლად მობილურის ინტერნეტი უნდა ჩავირთო. ბილაინის ნომერი ავიღო. ბილაინის ნომერი უნდა ჩავდო ჩემს ახალ ტელეფონში. და იმას ვქნა რა ქვია. მაგას დიდად არ გამოვიყენებ, მაგრამ ნუ მეტოს იმისთვის ინტერნეტისთვის რა. მაინც და მაინც თუ ყველა ჯოსელი იცის ჩემი, მაგრამ მაინც ბილაინზე არის ხოლმე რომ ანუ ჩემი ქმარი, ბებო აი ამ ხალხს ფუაწყობს ხოლმე რა ბილაინი და ნახოთ. არ აშკარად რომ მჭირდება მაგას თქმა არ უნდა. ჩემი მობილურის პირველი შენატანი გადახდილია. პირველი და ამ თვეში მომიწია 64 ლარი და შემდეგი თვიდან 92 უნდა გადავიხადოთ 94 აღარ მახსოვს 93. აი რაღაცა ეგრე. ხო, ამ თვეში რატომ მომიწია ესე პირველი შენატანი, არ ვიცი, ცოტა ნაკლები. ხო და გადადგმულია პირველი ნაბიჯი მობილოც. მიხარია ძალიან. ხო, რაც შეეხება ხარისხს, არ ვიცი კი თქვი თუ არა. ის 720 თუ 750 თუ რაღაცა მოკლედ. ეს აქვს, რაც აქვს გოგოებო, ამაზე მეტი არ აქვს ამ მობილურს და მითხრეს რომ შესაძლოა ლეპტოპში ვინც იმაშვება, იმათვის არის უფრო მაღალი ვიდრე ტელეფონში, იმიტომ რომ არ აქვს ჩემს ტელეფონს, მეტი დავუწიეთ, შევედით ყველა ფუნქციებში, მაგრამ ამაზე მაღალი 740 თუ 720-ზე მაღალი არ არის. არ ვიცი სხვის ტელეფონებში რომ ნახე გოგოებო, ძალიან კაი ხარისხი აქვს ჩემს ვიდეოებს და მართლა არ ვიცი თქვენთან როგორ ჩანს, მაგრამ ვისი ტელეფონითაც ვნახე ჩემ ვიდეოების ხარისხი მომეწონა. და რაც ანუ მაღალი ალბათ უფრო ლეპტოპების ამბავია რა, ანუ როგორც მითხას ტელეფონს, ამაზე მეტი ამას არ აქვს ყოველ შემთხვევაში და ვერ გეტყვით. ასევე ბერმა მითხრა, ბარემ iPhone-ი გეყიდაო, მაგდენი თუ დაგიჭდაო. iPhone-ი რა თქმა უნდა ხალხო არ არის ცუდი, მაგრამ აი მაგის ტენვის ნერვები სად მაქვს ახლა რა, აი ბევრად დიდხანს ძლებს Samsung-ი ერთადერთი რატოც გადავწყვიტე რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემი არჩევანი Samsung-ი და არა iPhone-ი არის ეს რომ მაგისი დატევის არც დრო მაქვს აი ახლა შუა იმაში რომ მართლა არ შემიძლია ახლა წარამარა მე ჩამრთველებით ვირბინო და სადაც ჩამრთველია ყველა იმაში ვარჭო იმიტომ რომ სხვა გზა არ მქონდეს არა მირჩევნია რა ეს მქონდეს და თან ახლა რა ვიცი Samsung Ultra აი ბოლო თაობა და არ არის ცუდი და რა ვიცი ხა ვის მე სიმართლე გითხრათ Samsung-ი უფრო მეტად მიყვარს იმიტომ რომ მე მთელი რავი უმეტესად რამდენი ტელეფონის მქონია იყო Samsung-ი და ანუ Samsung-ი ვიცი ხო ხვდებით მეტნაკლებად ვიდრე ხა iPhone-ი რა iPhone-ი მე ვაფშე არ ვიცი იმიტომ რომ არ მქონია და უფრო მქონდა Samsung-ი ამიტომ ბევრი რამ თუ ვიცი Samsung-ის უფრო ვიცი ვიდრე iPhone-ის ხო და არ ვიცი აბა ძალიან გულიმწყდება თუ არ არის კარგი ხარისხი იმიტომ რომ მართლა არ ვიცი სხვაგან სადაც ვნახე მომეწონა უფრო მეტი ხარისხი ვერ ექნება იმიტომ რომ ფიზიკურად არ აქვს მეტიო ალბათ ეს ლეპტოპების ამბავიაო და არა ამ კონკრეტული ტელეფონის სპიტი რა გითხრათ და სუწყით უნდა ვიარო მე მივხვდი გაყინული წყალი გაყინული წყლებით უნდა ვიარო დიდი ალბათობით უკვე დაგებული ექნებათ თითქმის ბოლომდე ჩემი გამოთვლებით თითქმის სავარაუდოდ ძალიან პატარა მონაკვეთი ექნებათ დარჩენილი რაც დავტოვე ანუ იმიტომ რომ ყველა ერთად ვისადილეთ და წამოვედით ავალაგეთ მაგი და ჭუჭელი დავრეცხე ვისა ესა და
წამოვედით მერე და კლიმატ გააგრძელეს და ნუ რაც იყო დაახლოებით ეგ იყო დარჩენილი. ძალიან ბევრი კადრი მინდოდა გადამეღო, მაგრამ ცოტა დაუგეგმავა წამოვედით. გუშინ ღამე გადაწყვიტე რომ წამოსულიყავი, რაღაც საქმეები მაქვს. ამიტომ ესე დიდად ვერ გადავიღე ბევრი რამ, რაც მინდოდა. და რაც გვინდოდა უბრალოდ ქსანი, ჩემი გულიზრების გამო. ხო და რა ვიცი, აბა, დიდი ეჭვი მაქვს ბადრიჯას ძალიან დიდხანს ვეღარ შევჭამ. ზუსტად ვიცი. ბადრიჯის ხსენება აღარ მინდა და ძალიან წყდება გული, მეტი არ შემძულდება, იმიტომ რომ გიждები ისე მიყვარს, მაგრამ ახლა რო დავიდო, აი დედას კეფიცებით ჩემო გული წამივიდეს და დავეცი აეგ. იმდენად არ შემიძლია ხა ბადრიჯნის ატანა. იყო სხვა ვერსიებიც. გულიზრება დამეწყო თუ არა და მეთქი არა კაცო, მეთქი არა. ხო ხვდებით რაც იქნებოდა და მეტი არა ბადრიჯას ვერ ვიტან და თქვენ წარმოიდგინეთ რამდენჯერაც ბადრიჯანი გამახსენდებოდა ცუდად რო ხდებოდა. აი ის წარმოდგენაში რომ გამიელოდა ავტომატურად ხდებოდა ეგ ყველაფერი. აი გავრბოდი მომდევდა დედამთილი. თავე უნდა ვაიმე გადით მეთქი რა გეგონება თვალი ვიყავ ესე ბარბაცებდი ხალხო და წადით დაიძინეთ გვიანი იყო. ხამე იყო უკვე წადით მოთხარ კაცო დაიძინეთ კარგად ვარ. ოღონდ რა კარგად ხალხო მომკვდავი ვეგდე. მერიდებოდა ხა რაღაცნაირად რა ხო და ჩემი მეუღლე არ იყო სახში წარფუთხე კარგად ვარ მითხარი წაი დაიზაავდო და ვიცი არა ძის მივყავდი სკამამდე და მაჯერდნენ აი ესე ხანაობდი აი ქარის მიმართულებით ესეთი ამბები მე სადმე რამე არ დამემართოს ეგრე ჩაიარო ზაფხულმა ან ჩემ რამე დასვენებამ გინდა იგი გინდა აქ ეგეთი რამე ხო არ არსებობს მე ვარ მოსიარულე შარი ხიფათიანი ადამიანი ვარ და ანუ სახლის იქით მე რო ვიყო და ნამუსი რომ მქონდეს არ უნდა წავიდე იმიტომ რომ აი ორ დღეში მოახერხე ის რომ ორი დღიდან დღენახევარი ვებრძოდი გულიზრებებს და ნუ თითი და აი თითი სამხრემად მაქვს ჩაჭრილი მაგას ვიძახი რომ აი რაღაცა ხიფათიანი ადამიანი ვარ რას ვიზავ რაცა ვარ ესა ვარ მე გარეთ არ უნდა გავიდე ანუ დავწმუნდი მაგაში გარეთ გასასვლელი ქალია აი მე მაცივაში არაფერი არ მაქვს ხალხო წეხან გამოვაღე წყალი შევდგი და მეთქი თან გამოვაღე იმიტომ მახსოვდა რომ არაფერი დამიტყობი ყველაფერი ან მამას ავაწოდე ან გადავყარეთ ისეთი რაც ის იყო რა მორჩენილი და არ ჭამთ ხემას ხوار მიეწვდი ახლა ვინმეს არ აღნიშნება ვის ანუ გადასაყრამეს ხوار მიაწვდი და მე ვიძნა გავიცი რომ გავიტანეთ მახსოვდა რომ არაფერი არ მქონდა მაცივაში რაც კარგი მქონდა ავაწოდე კაცო ვიცი რას ვეცებ მაცივაში ვიცი რომ არაფერი არ მაქვს ხა უნდა გავიდე რაღაცები მოვიტანო არც ვიცი რა აი უცებ რაც გაკეთდება ეგ უნდა მოვიტანო მე არც ხიმიანი არ შემეძლია არაფერი აი შემწვარი კარტოფილიც კი ძლივს შევჭამე აი 1-2 მარცვალი რომ ვიცოდი რომ ზეთში იყო შემწვარი ისე ცუდად მხდის ცხიმი რომ ახსენდება ის ზოგადად ცხიმი სტატები მახსოვს წამოვიღე საჩავდე არ მახსოვს ყონა მოვზებნა აი მამა ჩემო ჩამოვიყვანა ბედი ჩემი თქო რამინა დაბლი ესე მე არ ვახვეც და დავდირო მაგრამ აი ხა აი ესე მატერიალებს აით აი ესე დღეში ვარ აი ესე მაბსრიალებს იმიტომ რომ ნუ მამა ჩემი სტარება მანქანის აი არც ვიცი რომ ანას ვეკითხებოდი რომ პირველად იმგზავრე ესე მამა ჩემის მანქანი ეხა ხვდები მეთქი ცუდად რატო ვარ თქო და კიო აი სატორმუზების დროს აი კრიაჩერებს და აი მე ვაიმე ესე ვსუნთქავდი და მარიკოს დაეძინა ჩემ ხლებზე თავი ედო და აი მარა ანუ მაინც მარშრუტკი წვალება სჯობდა
წავედი გოგოებო. ძალიან დაღლილი ვარ. ძალიან. სიმართლეითაც მინდა რომ დავიგდო. დავიცინო. ეს დღეები ძალიან გადავიყალე. ზუსტად ვიცი რომ დედაფლიც მაგრად გადაიღლება, ეხა კიდევ არის რაღაცა საქმეები. მაგრამ კარგი რაღაცისთვის რო კეთდება, ნუ კაი. ეს ბავშვები რო აკეთებენ, ხო იცით? მას ხმარ აქ ხა, მაგრამ შეისურვებია. მაგაზი ჭკუა მეკეთება. წავედი ხა გოგოები. დაგემშვიდობებით ხვალამდე. კეთილის სურვილებით, თქვენი დაზარალებული დოდონა გვაცა როგორც გნება. თქვენც ეს რომ ეძახიან ცოტა ესე შევეხოთ მეძახი. ვაიმე, რას მიგავს ღმერთო სახე მიშველეთ, სრულიად უმაკიაჟო. ყველანაირი დამატენიანებლის გარეშე, აკონილი თმა შესახებია გიში სამფუაში ვარ. სიმართლეითაც თმამ კარგად დაისვენა, შემიძლია რომ გითხრათ, იმიტომ რომ შევიღებე. მიშველეთ, როდი შევიღებე? სოფელში რომ მივდიოდი, ოღონდ დედულეთში რომ მივდიოდი, ხიზაბარაში რომ მივდიოდი. შევიღებე და წავედი. სპერი წამოვიდი, ხომ მხოლოდ რო გავიდე და არ ვიცი, მაგრამ ძალიან ამომეფინა ჭაღარები. ამდენი არ მქონდა. ნახეთ, სულ აი ამეებში სულ ჭაღარები მაქვს და აუმეთქი რა ზგავარ, წუწუნებდი, მეტი რა არის, ეს აქ მაინც ამომეღო თქო, მაგრამ ახლა რო ვფიქრობ, კარგი ვქენი რო არ წამოვიღე, იმიტომ რომ თმამ ცოტა დაისვენა, ნამეტანი ღიბვაში ვარ. ხო და თან ის პუდრი შემასალობრომა ჩქა იდეალურია, ხო ძალიან კარგია და რომ მოვიდი გადავისვი, რა თმიდო და ვერ გეტყვით. ხა მანქანაში თბილისში შემოსასვლელი არ შემომიშვებდა ვინმე, ატეკაზე იდგებოდე თუ რა ხდებოდა, მაგრამ ამიტომ შემიძლია რომ ჯერ კიდევ არ შევიღებო, სიმართლე გითხრათ. სადმე რო გავა გადავისვემ, რომ იდეალურად ფარავს, მაგრამ ნახოთ, არ ვიცი. დღეს რომ მაგის არანაირი სურვილი არ მაქვს, ეგ ვიცი როგორც 2x2 4. უნდა დავისვი. ოფიციალურად ტელევიზორს ვუყურებთ, რომ მომენატრა ტელევიზორის ყურება. იქაც კი ვუყურებდით საღამოებით, მაგრამ ჩემს სახლში მომენატრა. მაშინ ჩემს სახლი მომენატრა. გემშვიდობებით. თეკლა. ცუდად ხო არ ხარ? აი, გოგო ძალიან მაგარა თუ არ პროსტა მოვიცენთე. აი ხალხო, ხო რა დავიკარგი მეც ვიცი ხოლმე ესე რა რაღაცნაირად. ყურიეთში შემოვარდნილი. ჩემ ზობეს ვუთხარი რომ აბა მივდივარ სოფელში და დედა ჩაილაკა ბარგი. მიც მივდივარ დოდი გამომიცხადა. ჩამოვედი გძედა. შეგე ჩამოვედი გოგო. უი დედა, სოფლიდან. ხო? წავედი ქრისა სოფელში. ხო და მიც მივდივარ. მეუბნება. კაი მეუთხარი, ახლა რო ჩავედი, ხო? მეუთხარი, კალო, ახლა მეუთხარი, ხო მივდივარ პარიზში. პარიზში მივდივარ, ვაიმე. ახლა რო ჩავარ, მივყავ სოფლიდან სხვარი. უნდა გამოვიდა ფეხზე და ავიდე მახათაძე და წავოსო კუბოში. ერთ მაინტერესებს თუ ამოვა. ვაიმე ნაზო, შენი გარამოსუხალ მახათაძე, აი ტყლაში. რა იყო შეკაიბა მითაში რომ პარიზში შეგარეშარ მიღებენ თუ სოფელში ძროხები. ხო? ნამუშო კალო. ხო, პაგიძვიზება შემოსული. სხვარი უნდა მოვაიმედი და ახლა მე ხო ტრენდული ვარ და სხვარიც მომიხდება მახათა. ხო, მე თუ მაღლა ჯვარი მწერია. ბაი. ნიტა ხო, ერთმანეთში არ დაფრინავდეთ ქვეყნები და ქვეყნებში რა და არ მინდა მეტი არაფერი. ან არა ვიცი გუში და ქალო ხახვი გამომართვა და დღესაც პარიზში ვიდა არიკა. ესეც მაგ აიფონკა. ჩემი ის არის მულისაშვილი. მულიშვილი ის წყვით ვინ არის? ქრისა და გიშვილი. უიდე. თეკლა. ცუდად ხო არ ხარ? აი, გოგო ძალიან მაგარა თუ არ პროსტა მოვიცენთე.
ეს კი რამდენიმე კადრი ჩვენი სოფელში გადაღებული ფოტოებიდან, რომლებიც ძალიან მიყვარს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია, მაგრამ რამდენიმეს გაგიზიარებთ ეტაპობრივად. ამას კი ხედავთ სოფლიო მეტი ჩარას, რაც და საერთოდ რითი დადიოდა სოფელში ჩანთით. ქედზე გადაღებული რამდენიმე ფოტოც აქვე, ეს ჩვენი ძალიან მეტი ჩარა მამალი. ძალიან მიყვარს ეს ფოტო, ვგიჟდები რა საყვარელია და ჩემი ფავორიტი ფოტო. დროებით. როგორც იქნა ვიპოვე. როგორც ჩანს, ფასიანი ყოფილა. მართლაც მეუბნებოდით გოგოებო, 720-ზე მეტი აქვს, მაგრამ ახლა აღმოჩინე, რომ ფასიანი ყოფილა უფრო მაღალ ხარისხში ამის ატვირთვა.